Aí, gato, vamos desmerar. Esse iam contar. Tem uma cresce leve. Saudade que der menos potiquilo assim, uau. Tá canta pra não me dar isso, eu canto. Akats makçır gidiyor. Hemen kaçıyorum programı. Tabii ki. Κούσινο σορτιρό μέσα. ხალხო არ ვიცი რა ასაკის ქალს გულისხმობდა, მაგრამ ვიღაცა ბიჭს TikTok-ზე და ისა რა ქვია ვიდეო გუშინ შეხვდა გაკრას შორტი მეცვა და ბუხრი რო აქტივდა იმ ასაკის ქალბატონებს წერო, რომელიც ამინდის ცვლილებას უკვე ბუხლებით გრძნობს. არა მე კი არ წერს, მაგრამ უკვე მეჩვდივარ ეგეთ ასაკში. არა და ჯერ მხოლოდ 36 ხვდები და სიმართლის კითხვის რომ სადღაც 23-25 წლიდან უკვე მუხლი მდიოდა ხოლმე სალი ამინდის ცვალებადობას. ცვალებადობაზე არ ახლა შემცირდებოდა. უბრალოდ აი ბავშვობაში ეს რო დავიზიანე ნერვი სირბილის ნერვი ციფრში აი იმის მერე დამჩამან გამიარა და მუხლზე იმ გადაცემა მქონდა იმ მუხლის ნერვს და იქ დამჭა. ამაყი არა დღეს შარვალი იმიტომ შავიცი რომ შემცივდა აშკარად გუშინ ჩემი გამარჯვების დღისთვის მინდა ერთი პატარა ვიდეო გადავიღო. ანუ ვიდეო აქ ჯერ არ ვიტყვი. ხოდა ნახოთ ამათ გავი, არ ვიცი გამომივა თუ არა.
ახლა მარინას ტიპსაც თუ არ ჩავიჭმევ, მაგაზეც მეტი კიდევ მე მოხდები ვიცი. მოდი რომ შვიდობის ახალ ეხლა მოდი ამ ბოლო დროს იმდენ უსიამო რაღაცაზე ვისაუბრეთ ეხლა მოდი სასიამოვნოც ვისაუბროთ ჩემი დაბადების დღე მოდის ხოდა ფიქრობ რა ვაჩუქე ჩემ თავს რა ვაჩუქე ჩემ თავს და ისეთ სერიოზულ ასაკში შევდივარ რომ მინდა რომ ოქროს საყურე ვიჩუქო ჩემდა ან ჯვარი და ცეპი ოქროსი. ესეთია ის რო არის რა. ოდნავ ცოტა გძელი ესად რო უკეთიათ ხოლმე. ამაზე ცოტა გძელი. თუ ვერ ნახე საყურე რომელიც მომეწონა მაგას ვიყიდი. ხო, საყურე მინდა ყველა ბიჟუტერია ყურს მტკენს. ხო და რამე ძალიან სადა ყოველდღიური საყურე მინდა, რასაც ყველაფერს რომ მოუხდება თვლის გარეშე რა. ხო, არ ვიცი ფასები წარმოდგენა არ მაქვს საუკუნე არაფერი მიყიდია. მაგრამ წოს მინდა რომ ესე ჩემ თავს ვაჩუქო ოქრო. ხო და რა ვიცი, მიხარია. არ ვიცი როდის უნდა წავიდე. 9-ში ალბათ, ან 10-ში. 10-ში წავალ. რომ ის მქონდეს შეგრძნება. საჩუქრის. ხო, არ ვიცი, ფასები როგორც გითხარით. ისეთი არ მინდა რომ გადაიხუნოს მალე. ანუ ძალიან ისეთი არა, ძალიან თხელი არა. მე მგონი 2 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს საყურე, როგორც ვიცი, ხო? რო არ გაიღუნოს. თუმცა ალბათ გაჩნია ზომას, არ ვიცი. ხო, ესე იგი 100 ლარი ხო ერთმა ადამიანმა მაჩუქა დაბადების დღეზე რაც გინდა ეგო და 400 ლარი ესე კიდე მაქვს სხვების ნაჩუქარი რომელსაც უთხარი ჯერ არ მომიცეთ მე სამ დაბადების გარბით მე დამეხარჯება თქო და წინა დაბადების დღისთვის მეკნება ხო და ანუ ეგ მაქვს მაგისთვის და მაგითი აუცილებლად ვიყიდი რამეს ან ჯვარი მინდა, პეჭეჭუნე ჯვარი მინდა, ოქროს ცეპით, ეგეც ყველა ვარიანტში მინდა. ან კიდე ის საყურე. საყურე თუ არ მომეწონა, ჯვარს ვიყიდი. თუ საყურე მომეწონა, საყურეს ვიყიდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია საყურე მინდა და ჯვარიც მინდა. უბრალოდ ჯვარი უფრო ეხლა ცოტა ხნის წინ მომინდა რა. არ ვიფიქრე თუ საყურე ვერ ვნახე, მაშინ ვიყიდი. ხო. ეს ჩემი დაბადების დღის გეგმა. მერე აუცილებლად იმას ვიზავ. აუცილებლად იმას ვიზავ კიდე. რა ქვია, ლეგაჩერდა და მეყურებდა და გამეცინა მაგალითად. კიდე რა მინდა, ტორტი მინდა, მალინის ტორტი, ჟოლოს ტორტი მინდა. ჩემ თავს რომ ვაჩუქო. და 10-ში მინდა რომ ხინკალი შევუკვეთოთ. და 11-ში მწვადი შევწვათ და ტორტი და მწვადი იქნება 11-ში ტორტი, მწვადი და ისა სალათი, მკიდრე პომიდორი, ნაპური რა თქმა უნდა, შოთები და 10-ში ხინკალი. всё, მეტი არაფერი. ტანსაცმელი ხალხო, რომელიღაცა ეს შემოხდა ლაივი TikTok-ზე მეორადების. პირველად დავინახე ცხოვრებაში და რა ვიცი, მომეწონა რაღაცები 10 ლარებში ვიყიდე ყველაფერი, ერთი რაღაც ვიყიდე 5 ლარად, ოღონდ რაც 5 ლარად ვიყიდე ექსპორტული მოტკეცილი ზედა, რომელიც XS-ია და ჯერ ალბათ პატარა მექნება 50 კილოზე, აი ზუსტად ის იქნება 3 ეტოს რო ამბობენ. ხოდა შესაბამისად ესე მოვა როდის ვითხრეს სამშაბათს
დღეს არის ორშაბათი, ხო, ხვალ. დღეს არის 8. 9-ში მოვა ესე იგი. ხო, 9-ში მოვა და გავრეცხავ, ჩავიცვამ და განახევთ, როგორი გამოვიდა. 75 ლარის არის და ვიყიდე 7 გრძელმკლავიანი ნივთი, არა. 6 გრძელმკლავიანი ნივთი, 1 მოკლემკლავიანი 5 ლარი და 1 ტყავი, წელის ჩანთა. ეგეც 10 ლარი. ხო და რავი, იმდენი რაღაცები ვიყიდე, რომ ზოგ სახში ჩავიცვამ, ზოგს გარეთ ჩავიცვამ და მაგფასად ალბათ 2 ან 3 თუ ვიყიდი ახალს. ნახოთ თუ კაი ხარისხის არის და დავაკანონებ იმას მეორადებში ყიდვას ესე. ამიტომ ეს ძალიან პრაქტიკულია ესე რა, ამით ონლაინ. ეხლა მე მაგალითად თქვენი არ ვიცით დაწერეთ კომენტარებში. შარვალს ვერ ვიყიდი. ნუ ეხლა ელასტიკი ხო, ელასტიკი თავარი შენი ზომა იცოდე. და ესეთი შარვალი ეხლა რაც მათ ვიყიდე, მაგრამ აი ჯინს რავი, მე ჯინს ვერ ვიყიდი, იმითი. და ვერც ფეხსაც მელს არ ვიცი, უნდა გავისინჯო იგენი. ისე ვერაფერს ვერ ვიყიდი რა. და დანარჩენი ჩანთა, ზედა, რავი, რატო არა. თუნდაც ელასტიკი. ელასტიკი მინდა რომ გავიდე აქ და ჰუმანაში ან შოპმარინაში 1-2 ელასტიკი სახლისთვის მინდა რომ ვიყიდო. ხო. და აი ესე ჩემო კარგებო და ძვირფასებო ასევე საყინელი მაქვს ბავშვების ტანსაცმელი ანუ პრობლემა არ მაქვს მათი მამა ყოველთვის მათ ტანსაცმლისთვის მაძლევს ფულს და ანუ ეგ არ მაქვს სადარდებელი ნამდვილად უბრალოდ ანუ წასასვლელი ვარ და საყიდელი გვაქვს რა და ეგ ალბათ სავარაუდოდ ჩემი დაბადების დღის მერე ვიზავ მაგას და ასევე ჩემი დაბადების დღის მერე ჩავეწერები კალოიანთან ჩემს საერთოდ არ მინდა მაგაზე ფიქრი მინდა რომ დავტკბე ზედმეტობები გამოუჩნდა ამას ცოტა რაც აიწია თემას ვიძრობ მინდა რომ უბრალოდ დავტკბე ჩემი დაბადების დღით ხო 36 წელი მაქვს რაღაცები მნიშვნელოვანი რაც მასწავლა ამ წელმა და მინდა რომ აუცილებლად ჩავწერო ვიდეო რა მასწავლა 36 წელმა და მინდა ასევე ჩავწერო ვიდეო რა მინდა ჩემი 33 წლისთვის ღმერთო ჯანმრთელობა მომეცი და დრო ავჩქარდე, იმიტომ რომ მინდა რომ ყველაფერი მოვასწრო და 37 უკვე იმდენია რომ თუ არ აჩქარდი და არ დაგეგმე იმ შემთხვევაშიც კი თუ ლიგბლიანი ხარ და მრავალ წელს იცოცხლებ შეიძლება ბევრი რაღაცა მაინც ვერ მოასწრო ამიტომ აღარ არის დრო ფიქრის მოვიდა დრო მოქმედების აი ამებიდან ყოველთვის მეთკიცება ყველა ფჩხილზე არა მაგრამ აი ამაზე მაგალითად ამეთკიცა ვერ ხვდები რატომ აგეთ არ მოდის
don't know. ხოდა მოკეთეს 90-დან მე ვარო გაიგოდეს თუ ხელ დაიცინა 4 საათზე. იმიტომ რომ საღამოს დაიცინა 5-ზე. გაიღვიძა 10-ზე, თუ უფრო გვიან არ ვიცი, აი კაი ხანს ეძინა, რომ დაღამდა მე გაიღვიძა რა. ხოდა მე რაღაც დააწინებდა. მე მამამისი იყო მაგასთან. ესე 2-მდე. და მე 2-4-მდე მე ვიყავი. და დღეს დილას გამოგვიძა უთენია. ერთი უნდა ვნახო გელლაკებზე ესეთი ამბავი რო იყო. ჩემი გელლაკები როგორია აქვს შემადგენლობაში ის TPO თუ არა. კოტიმ გადაიღო მაგაზე ვიდეო. და ძალიან დაუმშვიდდი. ეს რა იციან ხოლმე ეს ისინი. გულგასახეთქი სათაურები და ისინი ხალხს გული გაუხეთქონ. ეს ბჭელი თავიდან არის გასაკეთებელი. რამდენი დღესაა ახლა ჩემი მანიკური ახლა უკვე კაი იქნება ამის განახლება. ეს გავიკეთე მე სადღაც 26-ში. ერთი ხელი და 27-ში მეორე. ეხლა დაუწყებს კოცნეს რომ გააღვიძოს. იყო ესე იგი 27, 29, 30, 31 და დღეს არის 8. ხოლმე არის დღეს 13 დღე, 2 კვირა. შვენიერია რო ყოფილა უკვე. 3 კვირაში ხომ და შეცნო. დღეს დავიწყებ, რომ ჩემი დაბადების დღესთვის თეთრი მინდა, ძისფერი. ავალე ხაევასთან თორე გააღვიძებს ბონი. მე კიდე გავაგრძელებ დღეს. აბა ეხა დაბრენდება. აბა. ნანა შენ გაიხარე. ვინც ეს ამ ბლენდერის საყიდლად ფულს ჩამირიცხა, აი ამისთვის ჩამირიცხა ზუსტად რომ ესენი გამეკეთებინა. ხოდა შენ გაიხარე რაც ჩვენ ესენი ვაკეთეთ შაშანაც და ეგ წელსაც. ეს ისე ამარტივებს საქმეს. ამის ქონა. რაბი. ესენი რაღაცა მოგიახო, აი იცი, წინა რომ გავაკეთე და ამ ხალის გავიგიდე, მე მაგრამ მოიცა. იყო ძალიან წითელი. ეს რაღაცა ღიაფერიც არის. რატო ამაში ვახავ, ხო? მეორეში. ხო, ანუ აი ფერი გამოდის რაღაცა ღია. ვერ გავიგე რატო. What is that? აი წემალი რომ მქონდეს ნორმალურ ფასად მე გავაკეთებ, იმიტომ რომ მე წემალი ძალიან მიყვარს და ძალიან ძვირი ეყირება წელს. ხო და რომ მქონდეს, უნდა წავიდე ბაზარში. 4 ვარ. ცოტა იაფად იქნება იაფად. ხო და გავაკეთებდი, იმიტომ რომ ჩემი გაკეთებული წემალი ძალიან მიყვარს მე და
მე ხა პომიდორი კაია ძალიან სადილებში, მაგრამ მე მაგალითად ყემალი რომ მიყვარს, ხა პომიდორი. ანუ ეს სადილების მისმას ეს მე სოლთად ნაკრება, ხა ის სოლთად მას ყემები შავე. ეს აი შეუძლია სადილს, ხა? წავიკითხე ხალხო ერთ ქალს ეწერა. ჩვენ ესე იგი იმას შვებოდი რომ ვაბლენდერებთ, მე ახლა იმაზე ვატარებდით. ხო და არაფერი გატარება აღარ მე თუ იმას პომიდორს კანს გააცლი. ხო და კან გაცლის მოხარშავ. პირდაპირ დააბლენდერებ და всё. ნუ ცოტა ხო აქ მაინც სიუხეშეები იმისი. რა ქვია ბულგარულის, მაგრამ ეს ოკეი რამე მომწონს. რაღაც თავისებური. უცებ არის. ამ შოფერების მარანის ისარი ეს არის. Tuna, heavy tuna. Asi bulgarulები აკეთებ. ბაცინასაც ხო ხონდა ბულგარული. ანუ იცოდო არ იყო თეთრი ის მაშინ რომ გავყევ თუ იმას ნაკლები ქონდა ბულგარული. აი მეზობლად მარო მოიტანა მაშინ რომ გავაკეთეთ. ის უფრო წითელი იყო. რამხელა საქმე გააკეთა 2 წამში. აი ბომათა. და რამეთუნჯი ავსტრალიც არის. ანუ ხო უნდა ვადუყოს. ანუ თუ ესევე ვასხოთ პრინციპში არაა პომიდორი ხო გაფრქვენ შენ თუ არ გაგიფრქვენ შეიძლება რაღაცა ბევრია. That's why she's scared. Oh, no, I don't care. Salami kbilebu. Katmis bulioni maქვს. Sopris katmis. Ჩემი საყვარელი ნაჭრები.
გინდა? აუ რამდენი მარილი მიქნია.